მუდამ უნდა გამოვეძიებდეთ წმინდა წერილში ღვთისნებას, ღმერთი რა სიტყვავს ჩვენგან, რომ თუ ვერ მივახწევთ იმ ზომას, იმ საზომს, რა საზომსაც წმინდანება მიაღწიას გრიგოლ ხანძთელი და ასე შემდეგ, ის უდიდესი წმინდათა დასი, რომელიც ღრუბელივით თავს გვახვევია, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ის მაინც შევძელოთ, რომ იმ გზაზე მაინც ვიდგეთ, რომელ გზაზეც ისინიც იდგნენ. ანუ რომ მე და გრიგოლ ხანძთელი ერთ გზაზე მაინც ვიდგეთ. რა თქვენია ის ბოლოში გავიდა და მე ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგა. და რას მომცემს ეს მაცხოვრნებს. იმიტომ რომ ჩემი უსუსურობის, ჩემი უნარობის, ჩემი დაცემულობის, სოდვილობის გამო უფალმა არა მარტო ის თქვა, რომ სიცოცხლე და ჭეშმარიტება ვარო, არამედ ისიც თქვა, რომ გზა ვარო და გზა ბოლოში ზა თავშიც ერთი გზა არის, გესმით? ეს ჩემთვის გააკეთა ასე, რომ იცის, რომ მე არ ვარ ის, ვინც ჭეშმარიტებამდე მივალ, სიცოცხლემდე მივალ. ხელები დავიბანო? არაფერი არ გავაკეთო, აი როგორც კი ამას ვიფიქრებ. მე სად მივახწევ იმას და როგორც კი ამქიდან გამომდინარე პასიურობა შემოვა, იმ წამსვე დაღუპვა, იმიტომ რომ გზაზეც აღარ დგავარ. ადამიანი არასოდეს არ იტყვის იმას, რომ მე იქ არ უნდა მივიდე. იმიტომ რომ ის გზაზე რატო დადგა? გზა ხო დინამიკას ნიშნავს, ნაბიჯი ხო გადადგა. მაგრამ ეს გზა, ამ გზის ბოლო ის არის ზუსტად, რასაც აი ეს დიდებულება ქვია, რასაც ჩვენ წმინდანებში ვხედავთ.